მობრძანდით, ქალბატონ დონარა, გამარჯობათ. ისე გავერთეთ თქვენი ბაღით, რომ თქვენ როგორ ბრძანდებით? არა ჩვეულებრივად გამოიყურებით. მე დავბერდი. არა, აუცილებლად უნდა გითხრათ თქვენი სილამაზის ფორმულა, მერე უკვე ჩვენს მაყურებელს უნდა გააცნოთ. სილამაზია. ეს ყვავილები, იცით, რისი ყვავილია? ბაბუაწვერას ყვავილია, კი? აი, ნახეთ, აი ეს ბაბუაწვერა. ამას აქვს სამკურნალო დანიშნულება, აი ბაბუაწვერას თვითონ და აი ბაბუაწვერას აი ამ ფოთლებს. ჩვენებური სურნელი მოგესალმებათ. ქალბატონო დონარა ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ვარ. იმის მაგივრად რომ თქვენ მიყავდეთ გადაცემა და თქვენ წარმადგინოთ როგორც ცნობილმა წამყვანმა, ეხა რაღაც ჩვენ როლები დღეს უნდა შევიცვალოთ. ძალიან სასიამოვნოა რომ შევიცვალეთ, იმიტომ რომ მე უკვე დავიღალე წამყვანობით, 57 წელი წამყვანი ვიყავი და ეხლა მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებმა. შევიცდებით რომ მეგრული ხარჩო გავაკეთოთ და მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო რომ ქალბატონ დონარა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გადაცემას ქვია ჩვენებური სურნელი. ეს გადაცემა მხოლოდ კერძების მომზადებაზე და მხოლოდ ჭამასმაზე არ არის ორიენტირებული. მე ყოველთვის ჩემს რესპონდენტებს, ჩემს სტუმრებს თხოვ ხოლმე, რომ ის თავიანთი ცხოვრებისეული სურნელი, თავიანთი ისტორიის სურნელი, რომელიც მათთვის არის ძალიან სანატრელი, რაღაცას ახსენებთ, თავიანთ წარსულს, ისტორიას მოგვიყვეთ და მე ვიცი, რომ თქვენი წარსული, თქვენი ისტორია, თქვენი როგორც ცხოვრებისეული საერთო დრო არ გვეყოფ. დაგიცნობთ რამდენიც გნებავ და ვიცი რომ ძალიან საინტერესო ცხოვრებით იცხოვრეთ და თქვენ მით უმეტეს ძალიან ისეთ ხალხს ხვდებოდით ჩვენ კორიფეებს ჩვენი საქართველოსი და თუნდაც რუსეთის და უცხოელებს რომ მართლაც გაიწროებთ. მოკლედ ჩვენს მაყურებელს თან აუხსნათ თქვენებური ხარჩო, მაგრამ მე მინდა ქალბატონ დონარა თუ არ მიწყენთ, მე აქ ვარ როგორც ექსპერტი. ანუ თქვენ როდესაც აკეთებთ ხარჩოს მე ამას ვიმახსოვრებ, რაც კარგად არის და სწორად არის ტექნოლოგიურად გაკეთებული, იმას ვადასტურებ და უხსნი მაყურებელს, მაგრამ რაც არის, რაც შენიშვნებია, მოსაცემ უნდა მოგცეთ, რაზეც წინასწარ ბოდიშს გიხდით, იმიტომ რომ თქვენ ბრძანდებით არაჩვეულებრივი კულინარი, არაჩვეულებრივი დიასახლისი, არაჩვეულებრივი ხელი გაქვთ, რომელიც თქვენ როდესაც ასწავლეთ სხვას რაღაც რეცეპტს, ხო? რაც არ უნდა მოინდომოს ადამიანმა, ისე არ გამოსდეს, იმიტომ რომ ხელზეა თქვენ თბილისში და საქართველოში ცნობილი ხართ. აი მე ეთერი კაკული ამ შემიქნა ეს იმიჯი. არა, იმიჯი არ არის მენა. თვითონ არაფერი არ იცის ქვეყანაზე. ჩვენ ვიცით ქალბატონი ეთერის მოხარშული კაკლის მურაბა თუ რაღაც რომელიღაც მურაბა, რომელიც თქვენ ასწავლეთ, დადგა ჯემი. კი, ეს ვიცით. მაგიდა, არა, გაზზე დადგა, რომელიც არ ჩართო, მაგიდაზე. ეს არ ვიცოდი, ეს კიდევ 12 საათამდე მაგიდაზე. ეს კარგი სახუმარო არის. მითხარიო ქურაზე დადგი? აბა ქურაზე არ უნდა დაიდგეს რა. არ ვიცი, არა. მოკლედ, ასეა თუ ისეა ჩვენ ვიწყებთ ქალბატონი დონარას რეცეპტით დამზადებულ მეგრულ ხარჩოს, ხო? მეგრული ხარჩო, აბა ნახოთ ხარჩო. ჩემ მამა უყურე და მასწავლა. 1000-ნაირი ვარიანტები არსებობს, მაგრამ თქვენი ხელი ხარჩოც არსებობს, ისიც კაია. აი მამაკაცები რო გამოდიან, ასე ვთქვათ, ბახუსზე, ხო? აუ, მაშინ ძალიან უყურებთ განსაკუთრებით მეგრელებს, იმიტომ რომ ძალიან ცხარია. კარგი, ვიცით, გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ესე იგი ხარჩოს, მეგრულ ხარჩოს. ესე იგი პირველ რიგში სასურველია, რომ იყოს აი გრუდინკას რო უწოდებენ, მკერდის აი ესეთი, აი როგორც ეს არის ვთქვათ. თუ არ არის ასეთი, შეიძლება ჩვეულებრივი ხორცი იყოს, მაგრამ სასურველია რომ ეს იყოს. ეს უნდა დაიჭრას. კარგით, მეც მოგეხმარებით და მოკლედ, ესე იგი უნდა დავჭრათ ხორცი. რომელზეც მე დავიჯობია, მე მიჩვეული ვარ ამ ჩემ დანებზე მუშაობას, რომელიც აი მე თან ვისაუბრებ. ესე იგი ამაში ჩავასხამთ წყალს, უნდა მოიხარშოს და ამასობაში ვჭრით ხარს. ქალბატონ დონარა, ეხლა მე მინდა გკითხოთ თქვენ. ძალიან ცხიმიანია მაინც ხორცი და ხა რამდენად იცით რა, ძალიან
ძალიან კარგია რომ ცხიმიანია ხარჩოს უხდება მაგრამ არა თქვენი ხარჩოსთვის ჩემი ხარჩოსთვის მაგრამ ხშირ შემთხვევაში თუ არ არის ესეთი გრუზინკა და ცხიმიანი არ არის მაშინ შეიძლება კარაქი შეურიონ მაგრამ ჯანმრთელობისთვის რომ ავნებელია ცხიმი ეს თქვენი საქმე არის ხო მაშინ დიეტოლოგი ხარ დიეტოლოგი ვარ მაშინ თქვენი ამპლუა და მაგაზინი მე ვაკეთებ ნამდვილ გრულ ხარჩოს მაგრამ ჩვენ გვინდა ესე იგი ჩვენი გადაცემის მთავარი მიზანი არის ის რომ თან იყოს გემრიელი და თან იყოს სასარგებლო ხო იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის რომ ძალიან ბევრი დაავადება ძალიან კი არა თითქმის ყველა დაავადება თუ კი თანდაყოლილ პათოლოგიებთან არა გვაქვს საქმე ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი შეძენილი დაავადება აი სწორედ არასწორი კვების შედეგად არის განვითარებული ისე რომ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა როდესაც ასაკში უკვე აქვს თუ ისე წყალი სპეციალურად მაქვს ხახვისთვის რომ გაგიმზადეთ უკვე მე წინასწარ ვიზრუნე მაგაზე ვიცოდი რასაც მომთხოვდით და ამიტომ იცით რა, როდესაც გარკვეულ ასაკში და ასაკი ძალიან გაახალგაზრდავდა ამ მხრივ, რა შესაქმე თქვენ ალბათ ხშირად გაიგებთ, რომ გულის ოპერაციას ეკეთებენ. ძალიან ბევრ საწუხებს არტერიული ჰიპერტენზია, ყველა უჩევს ამას. და არ გაინტერესებთ საიდან და რატო? ვირუსი ხო არ არის, არა ეს? ცხიმისგან ხო? არასწორი კვებისგან, არასწორი ხორცის არასწორად მომზადებისგან, ტექნოლოგიას, როდესაც აი ესეთი ამდენი ცხიმიანი საკვებისგან, იცით და ეხლა ჩვენ საერთოდ მარტო ჩვენ არა, მსოფლიოში ყველა ხალხები გემოთ მოყვარეები არიან, ხო? უნდათ რომ იყოს გემრიელი. დიახ. გემრიელი აუცილებლად უნდა იყოს. მაგრამ და სასარგებლო გემრიელი იყოს სასარგებლო, იმიტომ რომ ჩვენ გემოვნებას, ჩვენ ჯანმრთელობას ვერ გადავაყოლებთ, ხო სწორია? მართალი ხართ. მაგრამ აი ასეთი ცხიმიანი ხორცი 1000-ში ერთხელ იმ ადამიანმა, ეხლა მე გეტყვით, ჩემი პაციენტები არიან ძირითადად სწორ კვებაზე გადასული და სწორად იკვებებიან, იციან როგორ უნდა იკვებონ სწორად. და ნაკლებად სუქდებიან ალბათ, ხო? ნაკლებად კი რა არ სუქდებიან და სუქდები ხდებიან პირიქით სწორი კვებით და ეხლა რაშია საქმე, იცით? როდესაც ადამიანი სწორ კვებას და ჯანმრთელ კვებას მისდევს, საკმარისია მან უკვე ისეთი კერძი დააგემონოს, რომელიც ჯანმრთელ კერძების ნუსხაში არ შედის, იმას აუცილებლად დისკომფორტი გაუჩნდება და ორგანიზმი იმ წუთასვე აგრძნობინებს იმას, რომ ეს შენი საკვები არ არის, ეს არ არის საკვებად ვარგის. ეხლა რაშია საქმე? ადამიანის კუჭისწვენი ისეა მოწყობილი, რომ ესე იგი ყველაფერს ინელებს, ხო? ყველაფერს მონელება შეუძლია. ამიტომ ჩვენ ამაზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული იმაზე, ადამიანის საკვებად ვარგისი, რომელი კერძია და რომელი პროდუქტია და სწორედ ჩვენი გადაცემაც ამას ეძღვნება. ესე იგი, ერთი ვთქვით, რომ ჩვენ ცხიმიანი ხორცი არ გვინდა, მაგრამ როდესაც არის უცხიმო ხორცი, შეიძლება ცოტა უგემური იყოს, მაგრამ ჩვენ იქ შეგვიძლია ცოტა ზეთით ვითამაშოთ. და ეხა შეიძლება ამას დავასხავ, გადავავლებ წყალს და რამდენი დავასხა წყალი? აი ესე რომ დაიფაროს აქამდე. აჰა, აქამდე. იმიტომ რომ ხო უნდა მოიხარშოს და მე ჩამოყრებს. კარგით, კი ბატონო, ჯობია რომ უფრო მეტი იყოს, ხო? კარგით. ეხლა დავასხავ მე წყალს და დავადგავ და დავიწყებ ამის მოხარშვას. ეხლა დავადგავ მე ამას, დავაფარებ თავსახურს და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ. ნახოთ, ეხლა ქალბატონი დონარას შემოთავაზებული ხარჯო დარწმუნებული ვარ ძალიან გემრიელი იქნება. ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ კარგი ხორცია იქნება, კარგი ხორცია, მოდით მე ამას ხორცია. ეხლა ვჭრით ხავს ძალიან წვრილად, ძალიან. და ეს უნდა მოვშუშოთ თუ რა უნდა გავაკეთოთ? იცით რა, ორი ვარიანტია. ზოგი პირდაპირ ეს რომ მოიხარშება ყრის, სანამ ძალიან მოიხარშება. დაჭრილს, არა. დაჭრილს ყრის. და მეორე ვარიანტი არის თუ მჭლიარი და კარაქს უშვებიან, მაშინ იმასთან ერთად ითუშება. ეხლა რა ვარიანტს ვაკეთებ? მე ვფიქრობ, რომ ეხლა ჩავყაროთ მე. აი რომ წვრილად დავჭრა. ხოლო ჯერ ცოტა მოიხარშოს. დიახ. ძალიან წვრილად, ძალიან წვრილად დაგიჭრით, კი. მე მაინტერესებს ქალბატონი დონარა. პირველი სანამ თქვენს ისტორიებს მოგვიყვებით. თქვენ მე რო შეგხვდით კარებში, მაშინ მე მითხარით თქვენი სილამაზის და აი ახალგაზრდობის რეცეპტი რა არის? მითხარით ეს უნდა მეც მითხრათ და ჩვენს მაყურებელსაც გაანდოთ.
ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ვარდები ამას რომ მიკითხებიან. აღარ შემიძლია სიტყვა ვეჩერი ვიხმარო. ვეჩერი ეს იყო 25 წელი საცხი დიახ. იყო და არის. სხვათა შორის ეს საცხი მასწავლა ყველა დროის ულამაზესმა ქალმა. დავის გამრეკელის მეუღლემ ქალბატონმა ბუბუსა. აჰა, თვალავაძემ. Донарочка Митха. Ты знаешь, московские кремы самые хорошие. Естественно, как бунебривый сценарий темите. Вечер, фармация, ვიღაცები ჩავიმთვალა ბევრი. იმის შემდეგ მართლა გებიცებით ვხმარობ მოსკოვიდან კოსმეტოლოგები ჩამოვიდნენ მაშინ მიყავი 45 წლის კისერი შემიმოწმეს. что იმათაც თქვენ რას ხმარობთ? ეგერ ვაშ вечер. და იმდენს ვიძახი ამ вечерს და ის იმდენი იყიდა ხალხმა რომ მე ვფიქრობ ის კრასნიაკ წაბრი იყო თუ რაღაცა ქარხანა უნდა გამომიგზავნონ დიდი ყუთით საჩუქრა. აიციან რა. ქაბატონო დონარა, ეხლა მე მახსოვს თქვენი დიქტორობის პერიოდში ის ვარცხნილობაც კი მახსოვს თქვენ როგორი გეკეთათ. აი აქ ქონდათ აწეული და აქ პატარა წკაპი გეკეთათ. აი მე რა კარგად გახსოვს. ეს ქონდათ უკან და ესედაც ქონდათ, კი, ესედაც ქონდათ და ხანში რომ მაგრამ აი ეს ქონდათ აწეული და აქ ქონდათ წკაპი. ესე იგი მთელი გოგოები დარბოდნენ და ზუსტად ისეთივე კაპი გვეშოვა და გაგვეკეთებინა და ყველანი ბაძავდნენ თქვენ. აი მე რა კარგია ძალიან კაია. ამიტომ გადავბარგდეთ და გადავინაცვლოთ ახლა ჩვენი წარსულში რომელიც ჩემ წარსულში თქვენ ძალიან ბევრი გაქვთ მოსაგონარი რა თქმა უნდა ტელევიზიიდან საიდან დაიწყო ეს ყველაფერი როგორ მოხდა. ჩემი ძმის მეგობარი მურმანი მოვიდა ჩვენთან სახში. ხელოვნების ინსტიტუტის მუზეუმის დირექტორის მოადგილე იყო მურმან ურუშაძე. მირეკავს დონჩი გროდემდე უნდა მახსენო შენ მე პირდაპირ მწვენიაო მეო შენთვის არაფერი არ გამიკეთებიაო შენ რომ ლამაზი არ ყოფილიყავ ვინმე გიღებდაო ასე მეუბნება ეხლა რომ ვამბობ ამას ჩემ თავზე ცოტა მერიდება სილამაზესთან დაკავშირებით მაშინ კი არ უშავს ვიყავი ხო და იცით ჩვენი ბინა იყო ანტრესოლი და დიდი ფარდები ეკეთა ესეთი ხავერდის ფარდები და რომ მოვიდა მე ფარდები გავწიე და საღამო მშვიდობისა საღამო იყო უთხარი ვიყურებს და ჩემ ძმას ევნა კაცო დონჩიკას რატო არ უშვებ იმაში ტელევიზიაშიო არა როდის არ მომსვლია ისე კინოსტუდიიდან ყოველთვის მოდიოდა რა აცევდი არ მინდა შემოწა აზიათი იყო ცოტა მიუხედავად იმისა რომ ჯაზმენიც იყო უაღრესად განათლებული მაგრამ აი ჩემ მიმართ ასეთი დამოკიდებულებით არა კაცო არა ეს მურმანი წოც ჩემს მაგერად უნდა დაურეკო ბატონ კაკოს და უთხრა რომ ძალიან მაგარ გოგოს გიგზავნიო არა მე უთხარი დიქტორობა არ ახსენო არ მინდა მე წინაც ყოველთვის გამოვდიოდი მეთქი მაგრამ მე დავანებე მაგასთან და ისე თუ სხვა საქმეზე კი ბატონს დაურეკა ბატონ კაკოს და მართლა თუ თქვია ესე და მეორე დღეს მივედი ახლა ბატონ კაკოსთან შევედი გაფრთხილებული იყო ისა და რაინა ქონდა არაჩვეულებრივი კაცი იყო ბატონი კაკო იუმორით გადასარეთ თვითონ რა კაი გოგო მოგვივიდაო რა გვარი ხართო მითხიდა უთხარი გინწურაშვილი და საშა გინწურაშვილი რა არისო თქვენიო და мама რას მეუბნებიო რადიო კომიტეტში დედა თქვენი დედა ჩემს რედაქტორი იყო ერთად მუშაობდა აი მუშაობდნენ ხო თქვენი სპეციალში სტოიგოდ აი ეს წლები მე ვთხარი мама აღარ ამყავს დედა ძალიან შეწუხდა ეს იყო ოქროს კაციო და მართლაც იცით ზედმეტ სახელად ოქროს კაცს უწოდებდნენ მამაჩენ მე რა კარგი ყველას დამხმარე ყველას რა ვიცი ალექსანდროვის ბაღში იყო ჩვენ იმის წინ ცხოვრობდით ჯიხური იყო სადაც ლუდი და ისინი იყიდებოდა რაღაც თევზეული და мама გაფრთხილებული იყო იქ ბაღში ხო არ ისეთი სმავისაც უყვართ სულ ყველა ვინც მოადა რაღაცას აიღებსო თვის ბოლოსო მომეცი და მე ყველას უხდი და შეიძლება ეხლა გადავიტანოთ კი გადავიტანოთ ამაზე ეყოფა ეხლა რას ვაკ ამას გადავავლებ რომ თვალები არ აგეწვას ქაბატონო დონარა მე მგონი ჩვენი ხორცი უკვე მზად არის იმისთვის მზად კი არა მოხარშული კი არა უბრალოდ ეს რო ჩავყაროთ უკვე და ჩაიქნას უკვე ჩავყაროთ დიახ აქ ჩავყაროთ ერთი წუთი კოს მოგართმევთ ჩავყაროთ ეს და ერთად მოიხარშება უკვე და აი
ესე დაიწყეთ მოკლედ აი იქ გამსინჯეს მაშინვე დიახ ჯულიეტა ვაშაკმაძე მოვიდა და თენგიზ ნათაძე და მაშინ გადაცემები მიდიოდა ფუნიკულორიდან და ავტობუსი გვემსახურებოდა და თუ ტრამვაი იყო მაშინ ტრამვაით ავდიოდით ხო და ისინი მოვიდნენ და თენგიზ ვიცნობდი ჯულიეტა მაიმე როგორ მეცნობა იძახის ჩემზე და ჯულიეტა მე ვარ პატივცემულო თქო კაკოს გაუკვირდა ბატონ კაკოს პატივცემულო და პიონერთა სასახლეში ჩემზე დიდი იყო და მეც დავდიოდი იქ ამარჩიეს ბავშვებს და ხშირად ღონისძიებები დიდი ღონისძიებები ბერიაც რო ჩამოვიდა ეს был 52 წელი რუსულზე როგორ ართ მიჩვეული ღმერთო ჩემო 52 წელი იყო და ამიტომ პატივცემულო მასწავლებელს აღარ ვამბობდი გძლად მოკლედ პატივცემულო და მაგას პატივ მომეხვია მკოცნა შენახა როგორ კი როგორ არა ეცნო სახე ეხლა მაშინ პატარა ვიყავი და მე უკვე ჯულიეტა მუშაობდა ეს იყო ყვები 64 წელი დამნაყოთ ნიგოზი უნდა დამნაყოთ ნიგოზი მითხარით რამდენი გავატარო 200 გრამი კარგი 200 გრამს მე ხა გავატარებ აქ კი ორჩა. ეხლა ნიორი უნდა გავატაროთ. მე რა იყო კაპიტანი? ხო და მაშინ თქვენს ძალიან მოკლედ ვიტყვით, მოდი გავშიროთ დიქტორობა არ მინდა თქვი უცებ ვთქვით გავსით. არა. რატო გაგიჟდა კაკო და რა ვიცი იცით მე წინათ არ მინდა. ხო და მოკლედ ამიყვანეს და გამსინჯეს. ეხლა ვიტყვი პირველ ჩემ გამოსვლას თენგიზი მამეცადინებდა მეტყველებაში მე ხო არ მქონდა თერაპიის ინსტიტუტი დამთავრებული და მამეცადინებდა და ერთი კვირის შემდეგ რაღაც თვითონ არის მორიგე და პროგრამის რეჟისორი მაჩქარა გამოცხადება არისო პროგრამის შეხსენებაო. ხო და ვაიმე რა ცუდათა არ ფენ. ვაიმე რა ცუდათა არ თენგიზი წახეს და მიდი დონჩიკ. მიდი შენ შედი. არა მიშინია მომთხარი. არა მოუმზადებელი ვარ ეგერ მიდი შედი მე ვერ აბა ხო არ ჩავაგდებთ გადა შემიყვანეს დავჯექი. ქართულად ჩავაბულბული რუსულადაც ვაბულბული მაგრამ რუსულის დროს ერთ ადგილას ხელი ზემოთ ავწიე. ეხლა რასაც უნდა იმას აკეთებენ. როგორც უნდა იცოდა ჩვენ და რობოტები ვთქვით, უნდა მჯარიყავი, გამართული, გესაუბრაესი და ავწიე ეს ხელი. ეს რომ ავწიე, მივხვდი რომ რას საწალიღე ეს ხელი და ნაზად ჩამოვიღე, რუსულად დავამთავრე და გამოვედი. თენგიზმა მომეხვია მაკოცახ სულ ყოჩახ დონჩეკ როგორ გეტყობა რომ წინა პიონერთა სასახლეში დავიოდე ძალიან ისე შემაქეს და მეც გამიხარდა და პირველი გადაცემა იყო 64 წლის 14 ივნისი 64 წლის 14 ივნისი ესე იგი ნიუ-იორკს ჭრით უნდა დავნაყო, მაგრამ ამ პამიდორს რას უშვებით? ეს პამიდორი ჩავხეხოთ. ჩავხეხოთ. მაშინ მე გავაკეთებ ამ ჩავხეხვას. მეგრელებს ყოველთვის აქვს პამიდორის წვენი აქვს გაკეთებული. მეც ვაკეთებდი ხოლმე ძალიან ძნელი კი არის მე ესეთ კაზე უნდა ხეხო, გადაყრაული მქონდა ხელები. 80-100 კილო წარმოიდგინეთ ზაფხულში თან მუშაობ. ურთულესი რა. ძალიან გემრიელია, მართალია რთული, არც ისეთი რთულია, მე მაგალითად ბევრჯერ გამიკეთებია, მაგრამ სასარგებლო არ არის. მოდით ესეც უთხრეთ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ შეიძლება ახლა დავუშვათ ამ შემოდგომაზე არ გააკეთეს, ან გააკეთეს პირიქით და მომავალი შემოდგომისთვის უკვე მაინდამაინც შეიწუხებენ ამის გაკეთებით თავს, იმიტომ რომ პამიდორი, რომელიც შეიცავს ორგანულ კალციუმის მარილებს, როდესაც იხარშება, არაორგანული კალციუმის მარილებში გადადის, რომელიც აი სწორედ როდესაც ჩვენ ვიძახით, რომ ნივთიერებათა ცვლა, დაგვერღვა, რომ აი რაღაც არაორგანული კალციუმის მარილები, ანუ მარილებს რო ეძახიან, ეს ის მარილი კი არ არის, რომელსაც ჩვენ საჭმელში ვუკეთებთ. ის მარილების დანალექი კი არ არის, ეს არის კალციუმის არაორგანული კალციუმის მარილების დანალექი ჩვენს სახსრებში, რომელიც შემდეგ ძალიან ხშირად გვაწუხებს ხოლმე და აი სწორედ მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ მაქსიმალურად გამოიყენეთ სეზონის პერიოდი, მიირთვით ცოცხალი, ნატურალური, ბუნებრივი
პამიდორის წვენზე ხო ეხლა? ის ნახარში პამიდორი და ამდენად ცოცხალი პამიდორი შეგიძლიათ წვენათაც მიიღოთ, საწურში გაწუროთ, მაგრამ შეგიძლიათ ასევე მიიღოთ აი ესე მაგას არ დაგვიჯერებენ. არა, იცით რა არის, ვინც არ დაგვიჯერებს, იმან იცხოვროს ისე როგორც უცხოვრია, მაგრამ არის ჩვენი გადაცემის მაყურებელი, სწორედ ის მაყურებელია, რომელმაც არასწორად იცხოვრა და აი ეხლა, როდესაც გარკვეული პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ვთხოვენ ჩვენ რომ ვასწავლოთ სწორი კვება, როგორ შეიძლება იმ პრობლემებიდან ყოველგვარი ქიმიური მედიკამენტების გარეშე გამოვიდეთ, ან პრევენციის სახეც უნდა გქონდეს, რომ რაღაც ახალი დაავადება არ განვითარდეს ჩვენს ორგანიზმში. ამიტომ რომ ცოცხალი სახით რამდენიც გნებავთ მირთვით, მაგრამ როდესაც თერმულად ვამუშავებთ ჩვენ პამიდორს, აი ჩვენ ხო გვეყარს სუპი მაგალითად პამიდრით, ხო? გავაკეთოთ სუპი და მერე ჩავახეხოთ ეს ცოცხლად ჩვენ სუპში. ეხლა ჩვენ პირველი შეცდომა უკვე. ის რომ ჩვენ პამიდორი უნდა ჩავხეხოთ და უნდა მოვხარშოთ. უკვე ფუჭდება პამიდრის სამკურნალო. ხო, ისი არ გამოვა. მაგრამ რა შეიძლება თქვენ ესეთი რამე. იცით რა შეასაქმე? ხარჩო ისეთი რაღაცა, რომელიც ყოველდღიური საკვები არ უნდა იყოს, ხო, კერძი. ეს არის დღესასწაულზე, ეს არის რაღაც ზამთარს განსაკუთრებულად უხდება ახალ წელს ხარჩო. ეს 1000-ში ერთხელ როდესაც მივიღებთ ასე მომზადებულ კერძს, ჩვენ ორგანიზმს გაგვაჩნია იმუნური სისტემა, ხო? ჩვენ ორგანოებს გააჩნია თავისი ფუნქციები, რომელიც გვიცავს იმ შეცდომებისაგან, რომელსაც ჩვენ უნებურად უშვებთ. მაგრამ თუ ჩვენ ისე ცუდად მოვექცევით და იმდენად ცუდად მოვექცევით ჩვენს ორგანიზმს, აი მერე უარს გვეუბნება იმ თვითრეგულაციაზე და იწყება მთელი ჯაჭვი სხვადასხვა დაავადებებისა, თორე 1000-ში ერთხელ შეიძლება. ესე იგი, მე ეს გავხეხო. რა მინდა ვთქვა, იცით? აუცილებლად უნდა მოიხალოს ეს ცოტა. აი ეს უკვე მოხალულია ეს არის. ეს უკვე მოხალულია. მაყურებლისთვის ვამბობ, ვინც არ იცის. აუცილებლად ნედლს რო იყიდიან, უნდა ეს ძაფები მოაშორონ და მოხალონ და მე გამოაწვევენ და დასანახად კარგია. თქვენ თუ იცით სამკურნალო თვისებამისი არა. მე მაშინ ჩვენს მაყურებელს ვეტყვი და ძალიან ბევრს აწუხებს შარდის ბუშთან დაკავშირებული პრობლემები და მე ერთ რეცეპტს ვასწავლი ჩვენს მაყურებელს. უნდა ავიღოთ 10 ცალი ზაფრანას ყვავილი. გნებავთ ნედლი იყოს ახალი მოწყვეტილი, გნებავთ გამხმარი იყოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა. აი, ოღონდ აი ესეთი სახით უნდა იყოს. შეიძლება იყოს აბსოლუტურად ნედლი, ანუ ახალი. ეს თქვენი ბაღის არის? ეს ჩვენი ბაღი, ჩემი ბაღის არის კი. ძალიან დიდები იყო და ეხლა რო გაშრა უკვე დაპატარავდა, თორე ძალიან იყო, იმიტომ არის ესეთი სურნელოვანი. 10 ცალი აიღეთ, ესე იგი ზაფრანას ყვავილი, არ დავქვათ არც მოხალოთ. მთლიანად აი ესე ჩააგდეთ ქვაბში, დაასხით 1 ლიტრი წყალი, ცივი წყალი და ძალიან დაბალ ცეცხლზე. უნდა ვხარშოთ თავდახურული, რომ დადგეს 800 გრამზე. აი ეს 800 გრამი. წყალი რამდენი უნდა იყოს? 1 ლიტრი უნდა დავასხათ და ვხარშოთ იმდენხანს, რომ დადგეს 800 გრამზე. უნდა გადავწუროთ შემდეგ, რომ გაგრილდება და ეს არის 3 დღის ულუფა. ანუ ეს 800 გრამი უნდა გავყოთ 3 ტოლ ნაწილად და დღეში 1/3 კი დღის განმავლობაში ერთბაშად არ დალიოთ. ნელ-ნელა ესე პატარა, იცით, არყის ჭიქით დღეში 3-ჯერ 4-ჯერ. ეს რისთვის არის სასარგებლო? ეს არის შარდის ბუშტის ანთებისთვის. დიახ, ძალიან ბევრს აწუხებს შარდის ბუშტის ანთება, ძალიან ბევრს აწუხებს შარდის შეუკავებლობა. ნუ რა თქმა უნდა, იქ ახლა სხვა გამომწვევი მიზეზი თუ არ არსებობს, ნამდვილად ჩაიწერენ. ჩვენი ტელემაყურებელი მიჩვეული ამ ჩვერჩევებს ყველაფერს იწერენ და ითვალისწინებენ. იციან, მომზადებული არიან. კი, მომზადებულები არიან, იმიტომ რომ არაერთი გადაცემა ვნახავთ ჩვენი. ერთი დავიმახსოვრო, ვფიქრობ. ჩავწეროთ ყველაფერი. მე ჩავიწერე. თავს ინტერესოა. დიახ. სხვათა შორის ბებია ჩემი მამაჩემის დედა ოდიშარიას ქალი იყო. მთელ სამეგრელოში იყო ცნობილი, როგორც აი წამლებს ფიტოთერაპევტი ბალახებით მკურნალობდა და განსაკუთრებით
ვისაც სიყვითლე ჰქონდა, იცით? ესე იგი იცოდა რაღაცა რეცეპტი ბალახების, რომელიც სიყვითლეს აღჩენდა დამწვრობას, სიყვითლეს, რა ვიცი, ღვიძლის, რა სავს. მაგრამ სამწუხაროდ თვითონ მას ქალიშვილი არ ყავდა, მამაკაცები იყვნენ ყველა კაცები. ეხლა კაცები ერთადერთი დარჩა აი სიყვითლის სამალი. გასაგები, ანუ არ გადასცა, ვერავის ვერ გადასცა, ეს დია ქალიშვილი არ ყავდა. ეხლა ეს საკმარისია? ეს ой, არა, რა სამბო. არა, კიდევ ხო, ბევრი ჩავაჭრა, ხო. მე იმდენად, რამდენადაც ვერიდები მოხარშულ პამიდორს კი აკეთებს ამას, დონარა არა. კაი, სხვანაირად ვაკეთებ. ეს ყველაფერი შეგარი, მაგრამ უფრო წიწაკით, აჯიკით რაღაცები. არა, აი სწორედ წიწაკას მინდა აფხაზური, არაჩვეულებრივი აჯიკა, მაგრამ არ შეჭამებინეთ რაღაცა. არა, აი სწორედ წიწაკაზე, იცით მე როგორც დიეტოლოგს, აი ჩვენი წიწაკა, ნახეთ თქვენ ხომ მოკრიფთ ესა. ჩვენი წიწაკა და თქვენ გონიათ რომ წიწაკა არ არის სასარგებლო და დიეტოლოგი ყველაზე მეტი შაქარია წიწაკაში, იცით? არა, შაქარი არის, მაგრამ ეს ის შაქარი არ არის, რომელიც მავნებელია. ეს ის შაქარი არ არის. აი მოდით რა კარგი თემა წამოჭერით ქალბატონ დონარა. რომელი შაქარია, იცით? კი, რომელიც ჩავაგდოთ, უკეთესი იქნება, კარგ ფერსაც მისცემს. იცით რომელი შაქარია მავნებელი? ის შაქარი, რომელსაც ჩვენ მურაბებში ჩაიში და ჩვეულებრივი შაქრის ფხნელია, თორე ორგანული შაქრები, რასაც ხილი შეიცავს და ბოსტნეული შეიცავს და მცენარეები, ეს აი სწორედ ეს შაქრები გვჭირდება ჩვენ. აი უნდა გავმიჯნოთ ორგანული, არაორგანული საგან, თორე ჩვენ ორგანოს ყველაფერი სჭირდება, შაქარიც სჭირდება, გასაკვირველია. მწარეც სჭირდება, ხარიც სჭირდება, ყველაფერი სჭირდება და აი როდესაც გვექნება ეს გამიჯნული ორგანული და არაორგანული შაქრები, მაშინ ჩვენ ამას ხაზს არ გაუსვავთ, რომ ხაზს გაუსვავთ იმდენად, რამდენად ეს ძალიან მწარე წიწაკა იყოფა, კი არა შეიძლება ბევრიც იყოს, მაგრამ ძალიან ბევრს გონია ქალბატონ დონარა, რომ რახან დიეტოლოგი ვარ, ამიტომ მე ამოვიღებ მათი კვების რაციონიდან მარილს, არავითარ შემთხვევაში მარილი კი, ოღონდ ზომიერად. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, როდის უნდა გაუკეთოთ მარილი. თერმულად დამუშავება მარილის არ შეიძლება. როდესაც გამოვთავთ უკვე ჩვენ გაზქურიდან კერს, ხო, აი მერე უნდა დაუმატოთ. თუდით ამას მე გავაკეთებ და თქვენ ეს დაიარეთ. კარგით კი ბატონო, აი ეს დაიდგეთ აქ და ამას მე დავნახავ. კი. და ასევე წიწაკაც ძალიან სასარგებლოა, იმიტომ რომ ვიტამინებით მდიდარი არის. თქვენ რო შემობრძანდით, მე თქვენ გაჩვენეთ ბაბუაწვერა. კი. თავისი ფოთლები არის. და გითხარით, რომ ძალიან სასარგებლოა ღვიძლისთვის, ნაღლის ბუშტისთვის, კუჭნაწლავისთვის. ის შეიცავს მწარე ნივთიერებებს, რომელიც ღვიძლისთვის არის არაჩვეულებრივი იმის ნაყენი. ეხლა ისევ ხარჩოს მიუბრუნდეთ და ეხლა გატარებული გვაქვს ნიგოზი, კი ბატონო. გატარებული გვაქვს ნიგოზი და ქალბატონო დონარა, ეხლა ნიგოზი და ხორცის შეზავებაზე მინდა 1-2 სიტყვა უთხრა ჩვენს მაყურებელს. ხარჩოსთან ისევ ძალიან დიდ ბოდის მოვიხთხობ, იმიტომ რომ მეც ძალიან მიყვარს ხარჩო, ისევ გავიმეორებ, რომ ყოველდღიური არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს 1000-ში ერთხელ, მაგრამ რატო არ შეიძლება ხორცის და ნიგზის ერთმანეთში არევა? ნიგოზი არის ის უნიკალური თვისების მატარებელი პროდუქტი, რომელიც თავის მხრივ შეიცავს 70% ცხიმს. ცილებს შეიცავს 20%-ს. შეიცავს მიკროელემენტებს, რკინასა და კობალტს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ორგანიზმში სისხლის წარმოქმნას. თქვენ წარმოიდგინეთ არაჩვეულებრივი საშუალება, ვისაც არტერიული ჰიპერტენზია აწუხებს, ვისაც აქვს სისხლძარღვოვანი დაუშვათ სხვადასხვა დაავადებები. არაჩვეულებრივი საშუალება ეხლა თითქმის ასაკში ყავკებულდავალებული. კი ბატონო, ჰიპოვიტამინოზის დროს არის არაჩვეულებრივი საშუალება და რაც მთავარია, მაგრამ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ათეროსკლეროზის პრევენციული საშუალებაა, და თუ კი უკვე ათეროსკლეროზი არის ჩამოყალიბებული, ასეთ შემთხვევაში ძალიან ეხმარება სისხლის გასუფთავებას. არაჩვეულებრივია და განსაკუთრებულად აუცილებლად და განსაკუთრებით მინდა უთხრა ჭარბწონიანებს, ვინც მიდრეკილია ჭარბწონისკენ, თუნდაც უკვე ხართ ჭარბწონიანები. დღეში
5-7 კაკალს, ოღონდ გატეხილი ნიგოზე არა. თქვენ თვითონ უნდა დაამტვროთ, იმიტომ რომ როდესაც ყდება ნიგოზი და ვინახავთ უკვე ის ვიტამინები, ის მინერალები, ის ფერმენტები, რითაც არის მდიდარი ნიგოზი, ნაწილობრივ იკარგება. ამიტომ უნდა თქვენ თვითონ გატეხოთ კაკალი, იმ წუთასვე მირთვათ, თქვენ თუ ყოველდღიურად 5-7 კაკალს მირთმევთ, თქვენ ნახავთ, საგრძნობლად დაიკლებთ წონაში. თქვენი ორგანიზმი იქნება ძალიან ჯანმრთელი, არასდროს არ შეგაწუხებთ გულსიძარღვთა დაავადება, არასდროს არ შეგაწუხებთ ჰიპოვიტამინოზი და არაჩვეულებრივი საშუალება. ეს ასეთი ნედლი პირველადი სახით, მაგრამ როგორც კი ჩვენ მას უკვე მოვხარშავთ, მით უმეტეს მოვხარშავთ ხორცთან ერთად, იმიტომ რომ ცილოვანი პროდუქტია და ცხიმოვანი ხორციც ასევე ცილოვანი და ცხიმოვანი პროდუქტია. აქ უკვე მთლიანად ირღვევა ქიმიზმი და იწყება მისი მავმისებები გამოვცადე მართლა. აი გუშინ წინ ხარჩო გქონდა და რაც არ მესია მომდა, იცით? გაწყინათ ხო? ნაღლისბურს გაგიღიზიანებთ და ყურძნაწლავს გაგიღიზიანებთ უკვე, იმიტომ რომ ის იყო მოხარში. არა, ნიგოს არ აქვს მნიშვნელობა ბევრია თუ ცოტა, მაგრამ როდესაც არასწორად არის მომზადებული, აი ის ნამდვილად უკვე იწყებს თავის გამოჩენას. ეხლა რა შვებით? ეხლა ეს უნდა ჩაუშვათ. ფიქრობ, კი ბატონო, ყავს მოგართმევთ. სანამ დაამთავრებდი. ყავს მოგართმევთ. ეხლა დავხედოთ ამას. რა მდგომარეობა? უი, ძალიან კარგად არის მოხარშული უკვე. კი, არის ხო მოხარშული, მაშინ ჩაუშვათ უკვე და ეხლა ისეც უნდა ჩაიხარშოს კარგად. კარგად უნდა ჩაიხარშოს და სუნელები გავამზადოთ ახლა. კი ბატონო, სუნელები გავამზადოთ. რანიური უნდა დავნაყო, ეხლა მომეცით ამასაც ჩაუშვებ. აქ ცოტა მარილს ჩავაყრე, რომ არ მომიხდეს ნიური. მითხარით, როდის დაუმატოთ სუნელები? ჯერ დავნაყოთ. კი, კარგით. და ამაშივე ჩაუმატოთ. კაბატონ დონარა. ეს რაც ჭამას, ეხლა ჩვენ ისევ გავაგრძელოთ ჩვენი საინტერესო ისტორიები, რომელსაც ჩვენი მაყურებელი ელოდება თქვენგან. რითი გაანებიერებთ კიდევ? საერთოდ რა იყო, იცით? ეხლა ვიყავით 5 ქალი თუ 6 ქალი და 3 მამაკაცი დასაწყისში. არის 6 სად ვიყავით? შანი და ჯულია და მელია შეგმანი 5 ქალი დასაწყისში. და ისე ხდებოდა, რომ თითქმის გვიხდებოდა 2 მამაკაცი ყავდა. და ერთშენიერ დღეს ევროპის ჩემპიონატია და ჩვენი კომენტატორები ყველანი გაფანტულები იყვნენ. ზოგი მოსკოვში, ზოგისად და მე ვიყავი მორიგე დიქტორი, დავამთავრე და დაცეს ხელი. სადმე დიხარ? სახლში, სადმე დივარ და არა, იპოდრომზე უნდა წავიდე. იპოდრომზე რატო? არა, ველოტრეკზე. ველოტრეკზე რა მინდა მე უთხარი. თუნჩი არავინ არ არის და რა იყო, იცით? მაშინ არ შეიძლებოდა, ეხლა რედაქტორებს რომ იყავთ გადაცემა და ასე შემდეგ. ჩვენ დროს ეს არ შეიძლებოდა. აუცილებლად დიქტორს უნდა წაიყვანა. ასე იყო წესი. ველოტრეკზე მე როგორ უნდა წავიყვანო? ხალხო არ გამაგიშოთ, ვერ წამოვალ მეთქი. თუნჩი გამოსავალი არ აქვს, არავინ არ არის, უნდა წაგიყვანოთ. ჩვენ ტექსტს მოგცემთო და ესე პაუზები გააგრძელებ. წამეყვანეს. გავგიშდი ვზივარ, მიდის ეს ველოსიპედებს, ხან ერთი გაუსწრებს, ხან მეორე, მე მანიშნებენ ეხლა გაჩერდი არცა იკითხო, ეხლა მიდი ჩქარა გაჩერდი ეს ნიშნავს ჩქარა წაკითხოს, ჩქარაც გაჩერდი. და ჩემი მეუღლე ზის სავარძელში ტელევიზორს და ჩემპიონატს უყურებს და ჩემი ხმა რო გაიგო, კი რა ამ სავარძელიდან გადმოვარდა. აი ეს ღაკო და სპორტი წაეყვანა ველოტრეკიო, თავის ამხანაგებს ეუბნება. მოკლედ ეს ჩავათავე, მაგრამ ალბათ მკვდარი, ესე არ განმიცდია არაფერი, როგორც იმ დღეს მე ველოტრეკის ჩემპიონატის წაყვან. თან ჩემპიონატის ჩვენ წაიყვანეთ, კაბატონ დონარა, იქ უნდა არა მე გეტყვეოდე. არაფერი გარკვევა არ უნდა დაწესებინე ხო? ჩემთვის ეს სპორტის ველოტრეკი და სპორტი არის ჩინური, სამწუხაროდ. მეუბნეოდით, რომ აი ახლა მეოთხე ნომერი, მეოთხე. მიდის ეს ხელებით, მუშტე, აგერაც აიკითხე, ეს აიკითხე. ესე იგი მკვდარი ოფლი უკაცრავად თქვენთან გამოთქმაზე, ისედაც საშინელი სიცხე იყო და აბსოლუტურად ნერვულობისაგან სველი გამოვედი. სახლში მივედი და ჩემი მეუღლე მიყურებს გაშტერებული. ველოტრეკი გაკავდაო, ეხლა მან დაიწყე სიარულიო.
ნუ თქვენ რაფერ არავინ არ იყო და წამიყვანეს ძალით თქო. ჩვენ პერიოდში ახლა თქვენ აღნიშნეთ რომ აი ახლა მე ვუყურებ როგორი კამერები აქვს ერთი ბეტონი აპარატურა ამხელები კაპელმეისტერი მოდიოდა უკან კაბელი უნდა მოეტანა იქ გადაედო იქით გადმოედო დაყვებოდა კამერას მით უმეტეს თუ გასვლითი იყო ისეთი რთული იყო ძალიან საშინელება იყო საშინელება ძალიან ძიმე პირობებში მუშაობდით მაგრამ უნდა მოგახსენეთ რომ რახან გიყვარს შენი საქმე იმ სიძნელეებს უძლებდი ანდა დავიწყებდით ვიდეოზე ჩაძე ამოვარდა ვიდეო ეხლა სანამ გააკეთებენ ის ტექსტი ხო გაქვს სანამ უკვე გათიშულები გამოდიოდით იქიდან ძნელი პირობები იყო ეხლა ისე მომწონს ამ მონიტორებზე უწერიათ ყველაფერი სხაპასხუპით კითხულობენ ამას მე ჩვენ ისეთი კეთილი შურით უყურებთ რა იმიტომ რომ გამარტივდა ყველაფერი ერთხელ ჩამოვიდა მასლიკოვი აი ალიუმიში ტალანტვა ისეთი გადაცემა რა იყო და პოსიძენი არის მე მგონი საშა მასლიკოვი და ჩვენ კამერებთან დგას და უყურებს ახლა ამოვარდება ერთი კამერა უკაცრავად დაარტყამენ ეს ეფექტს დაარტყამენ აი ეს уყურებს ну грузины выдаёте мне эту передачу за месяц ერთთვის მანძილზე ერთთვის ნაწილ წერენ მე მონტაჟ გააკეთებ და თქვენ ესე ერთი ამოსუნთქვით ხო ერთი ამოსუნთქვით ჩაწერეთ ეს ხალხი ქართულ პროფესიონალიზმი ხო ჩვენი არა მარტო თვითონ ეს მომსახურები ინსტრუმენტები და ვინცაც მიყავდა იმათი საერთოდ ну გაოგნებული წავიდა და სულ ყველა ესე მიდიოდა და კიდე ერთი ისტორია უნდა მოვყვე საშინელის ერთი წუთით ხო არ ჩავუმატო სუნელები კი გაიქნება დაინახა კი დაინახა და თან სუნელებსაც ჩავანახავ ეს არის ქინძი ხო? ეს ქინძია. მე ფრონაკლები უნდა იყოს. ესენი ხარჩოსუნელი არაფუჭებს ყვითელი, ყვავილი, გაუკეთო და ის ხარჩოსუნელია. ისე მიყვარს. ძალიან კარგია, კი. ეს მე უკვე გავაშრე და ზამთრისთვის უკვე მაქვს. იმიტომ მაქვს ესეთი კარგი დანაკავთ რა როგორი. ისმეთ კაპიტონი. აგვისტოადაც ჯერ კიდეც ემუთავართ ფუნიკული ორზე. ჩამოვიდა მოსკოველი მუსიკის მცოდნე და კიდე თან სტუმარი მოყვა ისიც მუსიკის მცოდნე იყო და ჩვენი ალექსი მაჭავარიანი კომპოზიტორი აღაჩვეულებრივი ძალიან უყვარდა ჯერ ლამაზი იყო თან ძალიან ხო და სიცხეა ისეთი რომ საუბრობენ ესეთი რა უკვე მაგიდაზე ტბა დგას ძალიან დიდ ბოდიში ხდი ამას ოფლისგან დგას მაგიდაზე ტბა და მე ვზივარ მე ეს რუსი მე კიდე რუსი და ბატონი ალექსი იქით რაღაცას მანიშნებს მე ხვირსახოცით ვიმშრალებ ნელა გამშრალებაც არ შეიძლებოდა იცით ერთხელ ნუგზერმა გაიმშრალა მოამბეში და ერთ-ერთმა თავისუფლად საყვედური მისცა შეტანით ისე კი როგორ ქედი შეტანით აბა რა მექნა ეს სიტყვები უნდა ვიყო სმერტნიკი ხო არა ვარო კაცო ჩამივიდა პირში ერთფლო აი ესე დღეში ვიყავით ხო და ბატონი ალექსი მანიშნებს და რა გინდათ მეთქე ვეუბნები რა თურმე ხვირსახოცი უნდა ჩემი ვიწმინდა არა თქო აუ მომოციო გაგიშდა კაცი მომეცი ისეთ სიცხე პირში ჩასდის იმასაც თურმე შარვალი სხვა ჩაუცია მეუღლეს გაუმზადებია რა ჩაუდოთ ხვირსახოცი იქ არა გამზადებულში ედო და სხვა ჩაუცია თედა მოკვდა კაცი ეხლა რა ვქნა გადავწექი ესე გადავწექი და მივაწოდე და მერდებოდა ჩემი ესე როგორ ვაკადრო ვიფიქრე ოღონდ მომეცი თქვა ეხლაც მეცინება და რო დამთავრდა იმ კაცმა თქვა ну вы даёте когда немцы сажали в губках в душегубках это хуже тем ვიდრე ის კამერები სადაც სვამდნენ პლენიკავს сажали. ხო. როგორ მუშაობთ ამ პირობებში? იქ უფრო გაცილებით უკეთესი პირობები ხო ვიდრე თურმე. კაპიტონ დონარა ჩავყარო ხა ესა? ეს ხო ჩავშოთ კი. მე გემოსი მიყავ თუ საჭირო ახლა. აბა ნახოთ ეს უკვე მზად არის. ცოტა მომმადეთ. არა მოიცაცო ხან. თუმცა იყოს მაინც ჩაიხარშება კარგად ჩვენ ჩაუწიეთ. არ არის ჯერ ნიგოზე არ ჩამიყრია, ჯერ ხო არ უნდა ჩავყაროთ ნიგოზე. უკვე შეიძლება? კარგით. ესე იგი ნიგოსაც ვყრით.
ჩვენ ეს აღარ გვჭირდება. ესე აი ეს ნიგოზი ხო საკმარისია? აი ამდენი ნიგოზი ჩვენს მაყურებელსაც დავანახოთ, რომ აი ამდენი ნიგოზი სრულებით საკმარისია. ეხლა გავყავთ 1 კილოგრამზე 200 გრამი. დიახ. თორე ეხლა 2 და 3-ზე უფრო მეტია. ეხლა გავხსნათ წვენში, ხო? მოკლედ მძიმე პირობებში იყო, მაგრამ როცა გიყვარს შენი საქმე, ყველა სიმძიმეს იტან. მაგრამ რა ვიცი, კაი გადაცემებს ვაკეთებდით. ნამდვილად კარგი გადაცემები კეთდებოდა. სივრცეში საქართველოს ტელევიზიას ერთ-ერთი პირველი ადგილი ეჭირა მაშინ. ეხლა აბსოლუტურად სხვა თემებია, რაღაც ток-შოუები, ესე ჩაცმულობითაც სხვანაირად ხედან ჩვენ როგორ თავისუფალი თქვენთან მაშინ პიჯაკების გარეშე არ შეიძლებოდა სპეციალური უნდა ყოფილიყო ისე შერჩეული ტანსაცმელი და ეხლა ერთხელ მახსოვს ახალწლო გადაცემას წერა ოპერაში და ძალიან ლამაზი გზელი საღამოს კაბა მეცა და ძალიან მოკლედ აი ესე სამკუთხედად იყო გული აი ესე სამკუთხედად ერთ-ერთი თავმჯდომარე რეკავს უთხარით მოუხუროს რამეო დავტოვე ტექსტი და გალინა ანჯაფარიძე იყო მე მივდივარ მოუთხარი აი ახლა ამ ჩაცმულობაზე რა მოვიხურო ან რა დეკოლტეა ეს ოდნავ იყო სამკუთხედად ესე ну მოკლედ უკვე დაწყებული გაკა ასე ისე და კიდე კარგი ჩამოტანილი მქონდა შარფი იყო იცით ოქროსფერი პოლონეთიდან ძალიან ლამაზი იყო და ის მოვიხურე სულ არ უნდა და იმ კაბას სიმკაცრე იყო არა საშინელი ამ დროს ალეკო ხომერიკი იყო ლასკალიდან ჩამოსული სტაჟირებაზე და ოპერაში ხდება ეს ამბავი და შეიძლება თქვენთან სურათი გადავიღო ჯერ არ იყო ეს ცნობილი რა კი ბატონო თქვენ ალეკო ხართ მეთქი ხო და კიო მე ვარო კი ბატონო კიბებზე გადავიღეთ მე ესე მახორო და ჟურნალისტმა რომ მომიტანა სტუდიაში მაჩვენა სურათი ისეთი ისტერიული სისილი დამემართა ალეკო ბაბოჩკი მე ესე და კუპეც იკუპჩი ხარ ზუსტად ისეთი სურათი იყო იმის ჩემი სურაბაიანი ხო დიახ ჩაცმულობა ჩანდა და ეს ზედმეტი აი ესეთი სიმკაცრე იყო და ეხლა რა ვიცი ეხლა ზედმეტად თავისუფლება. ეხლა მე თქმები ზედმეტად თავისუფლება, იმიტომ რომ თავისუფლება არ შეიძლება. მე ვფიქრობ, ცოტა კულტურის დეფიციტი შეიმჩნევა ხალხიდან. თუნდაც აი ფეხში შველები ხო, ეხლა გაგიკვირდებათ რასაც ვიტყვი, მაგრამ უცხოეთში, აი ფირმაში, ეს დაწესებულებაში უნდა ზაფხული აქვს, თქვა ციცხეა იგივე ნიუ-იორკის და აუცილებლად ფეხზე წინდა თქვა თუ დაეცათ. შენ რო სტუდიიდან და სამსახურიდან გადიხარ, მე კი ბატონო ფეხშველა. ეტიკეტი რა თქმა უნდა და ჩაცმის კულტურაა ეს. ჩაცმის კულტურა, მაგრამ ეხლა რა ვიცი ისე მოკლედაცვიათ რამის კარგით, კაპიტან დონარა, ჩაცმის კულტურიდან კვების კულტურაზე გადავინაცვლოთ ახლა ისე მონაცვლეობით, ასე ჩვენ გვინდა კიდევ თქვენ კი შევხვთავაზეთ რომის გაკეთება, მაგრამ დამასწარით. აი ამ ცოტას უნდა მეცქვა, რომ ხარშოს აუცილებლად უხდება ღომი, მაგრამ თურმე იმდენი ღომი გაკეთებულა, აღარ უნდა დღო. კი, ჩვენ ეთიკაში ბევრი ღომი გავაკეთეთ, ბევრჯერ უпроსტორად ბევრჯერ გავაკეთეთ ღომი, ჭადი გამოვაცხოთ. გამოვაცხოთ სიამოვნებით. ისეთ ლამაზ სამზარეულოში მოვედი. ისეთ ძალიან მოგზალებულია ჩემი სამზარეულო. ძალიან ლამაზია, ხო, ამაშია საქმე. ძალიან მოგზალებულია. შეიძლება ძალიან დიდრული იყოს და არაფერს ძალიან გემოვნებით არის ყველაფერი გაკეთებული. აქ სიამოვნებს რამე რო გააკეთო. სულ არაფერი მაინც არ იცოდი. თავარია რომ ჩემს სტუმრებს კეთილი კულით ხვდები. ჭადი რამდენი გავაკეთო? გავაკეთოთ ცოტა ბევრი. კი ბატონო, იმიტომ რომ აი ამ ხელად თბილი გვაქვს. ბატონო? თბილი წყალი. თბილი წყალი გვაქვს. კი, თბილი წყალი გვაქვს. ეხლა მოვკართმევთ თბილ წყალს. დავუმატოთ. ნახოთ თუ იმან ხორცმა კარგად ხორციაც ცისკე კაია. იმდენი ნიგოზი გავაკეთეთ და თუ ნიგოზი ცოტა გაქვთ და თხელი არ უნდა იყოს ახლა წყალწალა. მაშინ შეგიძლიათ ჭადის ფქვილი გახსნათ და დაუმატოთ. ხოლო ურიოთ თან რომ კურკუშელები არ დარჩეს. კარგად გახსენით წყალში ჭადის. ეს ქალბატონი დონარას რეცეპტურით, მაგრამ მე გთხოვთ რომ თუ მაინდა-მაინც გინდათ რომ ნიგზიანი კერძი მიიღოთ, ჯობია ბაჟე მიიღოთ, იმიტომ რომ ბაჟეში არ იხარშება, ბაჟესთვის არ იხარშება ნიგოზი, არაფრის დამატება აღარ გვჭირდება იქ და ბაჟე და ღომი, ბაჟე და ჭადი არის არაჩვეულებრივი საკვები კერძი, რომელსაც არ აქვს არანაირი გვერდითი მოვლენები ან უკუჩვენებები.
როდესაც სწორად იკვებებით, არავითარ შემთხვევაში ბაჟი არ გაწყენთ, მაგრამ თუ კი ვინმეს ბაჟეს წყის, იცოდეთ რომ არასწორი ესე იგი ბაჟეში არ იხარშება. ბაჟი არ იხარშება. ამდენად ნიგოზი არის სრულფასოვნად წარმოდგენილი, მთლიანად თავისი კეთილმოღწეული ნიგოზი არის მავნებელი კი, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ. რაც შეეხება ჭადს, ჭადი არის არაჩვეულებრივი საკვებია. იმიტომ რომ კარგად უნდა მოიზულოს, უნდა ცილებსაც შეიცავს, ცხიმებსაც, ორგანოს, მაგრამ ჭადთანაც ერთი პატარა შენიშვნა მინდა გავაკეთო, რომ რატომღაც მოდაში შემოვიდა ახლა ზეთით. არაფრით არ შეიძლება, იცით, ჭადის შეურაცხყოფა. ხო, ნამდვილად შეურაცხყოფა. ჭადი უნდა გამოცხდეს დასავლეთში. მით უმეტეს გეგონება ღვეზელებს აწყობენო ჩაყრიან ამ ზეთში. ეს არის კანცეროგენი, ჯერ ერთი აბსოლუტურად დაკარგული აქვს სასარგებლო თვისება ჭადს. დაკარგული ეს ერთი მხარეა, მაგრამ არის ძალიან მავნებელი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, შემწვარ ზეთში იწვის ქვილი, ეს კიდევ სხვა კანცეროგენს წარმოშობს. გესმით, ძალიან მავნებელია, ისე რომ იცოდეთ, გამოაცხეთ ან აერღუმელში, ან ტაფაზე, ყოველგვარი ცხიმის გარეშე. აი ეს მზად არის. კი ბატონო, დავაკრავ მე ხავე. ზოგმა იცის დაუშვათ ჭადის ქვილის მოზელა, ჭადის მოზელა რძეში, ზოგმა ბორჯომში, ზოგი კვერცხს უკეთებს. არავითარ შემთხვევაში ჭადი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ წყალზე, თბილ წყალში მოზელილი, უცხიმოდ გამომწვარი და ღმერთმა შეგარგოთ ასეთი გემრიელი ჭადი. მეც არ მიყვარს იმ ზეთებში და აცეში. ჭადია, ნამდვილი ჭადი. კი, აი ხა დავაკრავთ. აი ესე კიდე ორი გამოვა. კი ბატონო, ეს გამზადებულებია უკვე კარგად. აი ესე. ეხლა ეს ჩვენი ხარჩო რა მდგომარეობაშია? აბა როგორია? მე მგონი წიწაკაც ნორმალურად აქვს, ძალიან გემრიელია, მარილი უნდა ეხლა ამას არა. უცა გავერცხოს კოვზი. მარილი დავაყაროთ, მარილს აქვს თავისი კოვზი ჩადებული, ისე რომ შეგიძლიათ მარილი ჩააყაროთ კოვზით და აი ამ მარილს ჩავაყრი ახლა. ძალიან ბევრიც არ გვინდა. ეს საკმარისია. მოჩა დავახურო თავი. ჩვენი ჭადი ცხება ძალიან მაღალზე არ იყოს, აი ესე საშუალოზე. ეს მზად არის აღარ. ეს უკვე აღარ გვჭირდება. შეიძლება დავახურო თავი, კი? და მანამ ეხლა მე მინდა გემრიელია. აი, როდესაც ჩვენ ჭადს და ძალიან გემრიელია. თქვენს მიერ მომზადებულ ხარჩოს მივირთმეთ, მე აუცილებლად დაგჭირდება დესერტი. ხო. დესერტი, რომელიც იქნება სასარგებლო. იქნება ტკბილი, მაგრამ ისეთი შაქრებით იქნება გაზავებული და ისეთი ხილისგან იქნება ეს დესერტი გაკეთებული, რომელსაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამკურნალო თვისებების მატარებელი და გარდა ამისა ძალიან გემრიელია. ანუ გემრიელი და სასარგებლო. ეხლა მე წავალ, თქვენ გაგიმხელთ ბოლოს და მხოლოდ ჩვენს მაყურებელს გავუმხილოთ ქალბატონ დონარა, რომ აი გარეთ რომ თქვენ მოგეწონათ ის მსხალი. დიახ. ალექსანდროვი. ხო, შემორჩა, იცით, იმიტომ რომ ხა მსხლის სეზონი აღარ არის, უკვე მოილია მსხალი და აი რაღაც უცნაურად შემორჩა რამდენიმე წელი მსხალი ხეზე და მეც აღარ ვახელი. ხელი მე ხა გავალ მოვკრიფავ იმ მსხალს და აი მსხლისგან გაგიკეთებთ აი ამ დესერტს. აბა ეხა ჯერჯერობით. ქალბატონ დონარა, თქვენ რომ მოგეწონათ ეს მსხლები? აი მე რატომ მოწყვიტეთ? რა ლამაზი ტყუპები იყო, იცით ესე იყვნენ ხეზე გადაღმული, რა საოცრებია ბუნება. ნამდვილად საოცარია ბუნება და ამიტომ ჩვენ ბუნების აი ამ ნობაც გვერდი არ უნდა აუაროთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ეხლა უნდა გამოიყენოთ? აუცილებლად უნდა გავაკეთოთ მსხლისგან ჩვენ ნუგბარი. დესერტი.
ეხლა მსხლის დადებით თვისებებს ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი, ჩვენი მაყურებელი ელოდება ამას. მსხალი შეიცავს შაქრებს, ორგანულ შაქრებს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს უკვე აღნიშნეთ. ყველაში არის მეტნაკლებად არის, მაგრამ ყველა მსხალში არის ეს შაქრებს შეიცავს, ამიტომ ეს ჩვენთვის არის აუცილებელი ორგანული შაქრები. გარდა ამისა შეიცავს უჯრედის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოსახლეობის, არა მარტო ჩვენი მოსახლეობის, არამედ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აწუხებს კუჭნაწლავის პრობლემა, განსაკუთრებით ყაბზობა, ანუ კუჭის შეგრულობა, ანუ მშრალი კოლიტი, როგორც გნებავთ, ისე არაჩვეულებრივია კუჭნაწლავისთვის. გარდა ამისა შეიცავს ორგანულ მჟავებს და ასევე შეიცავს კაროტინს და იცით მსხალი არის არაჩვეულებრივი ხილი მათთვის, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი. მოკლედ, მსხალს ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ რამდენიმე ჩამოთვალეთ და განსაკუთრებით ძალიან კარგია, როგორც გითხარით, კუჭნაწლავის მოქმედებისათვის, შაქრიანი დიაბეტისათვის, ასევე ჩვენ გვიცავს შაქრიანი დიაბეტის განვითარებისაგან, ანუ მე მაქვს ძირითადად საუბარი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს კვებასთან, ანუ ცუდ კვებასთან, ცუდი კვებით ვითარდება შაქრიანი დიაბეტი და კარგი კვებით ჩვენ ავიცილებთ თავიდან შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის წარმოშობას და ერთი მხრივ აქვს პრევენციული დანიშნულება და მეორე მხრივ აქვს სამკურნალო დანიშნულება. გარდა ამისა ძალიან კარგია მათთვის, ვისაც ტუბერკულოზი აქვს. ტუბერკულოზი ძალიან მძიმე დაავადება და მათთვის განსაკუთრებით მსხალი არის არაჩვეულებრივი ხილი. აქედან ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება, კომპოტის გაკეთება უშაქროთ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია თუკი მსხალს საკმაო რაოდენობის სითბო აქვს თვითონ, იმას შაქარი აღარ ჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არის ისეთი მსხალი ცოტა მომჟავო და კარგოც ვაკეთებთ, მაშინ შეგვიძლია ჩვენ თაბლი დავუმატოთ გემოვნების და მიხედვით. მე მგონი უკვე ჩვენი ჭადი ქალბატონო უკვე არის, მე თქვენ მოგცემთ ეხლა თებს დავდოთ ეხლა არ გავაფუჭოთ ეს ჩვენი ძალიან კარგად მოზელილი და გემრიელი არაჩვეულებრივი მეგრული ფქვილია. დავდოთ და გავაგრძელოთ გამოწყობა და პარალელურ რეჟიმში მე გავაკეთებ აი ამ მსხლის დესერტს. ამ ცხარივით არის. დიახ. ეხლა მე ამ მსხალს გადავავლებ წყალს. ქალბატონო დონარა, რამეს კიდევ ხო არ მოგვიყვებით? ეხლა კონკრეტულად ჩემ თავზე ვიტყვი. კინოაფიშა უნდა წამიკითხა და აი მის რუსულად არის უკანა ფონი ზასტავკა ქვიოდა. ფონზე იყო ემბლემა კინოაფიშის. ეს იყო მარლაზე და ქანაობდა ესე. ამიტომ სიმძიმე უნდა დაედოთ ზედ. ეძებეს ესეთი დიდი რკინის რაღაც უბედურება ამხელა რკინი იყო და ეძებენ ამ სიმძიმეს არ არის. რომელიღაც სტუდიაში წაიღესო. მე მგონი პირველში, ახლა პირველში ვინ ჩავა იქ რომ იმ სიმძიმე ის ამოიტანოს, ხო? არა და იწყება უკვე გადაცემა. ის ხეს არა უშავს დაჯექი. ნუ დავჯექი ჩართეს და ვკითხულობ და შუა კითხვაში ვიღაცამ გამოაღო ჩუმად კარი და ნიავი მოხდა, ნიავი მარლა იყო და ეს მარლა გადმოვარდა და თავზე დამეცა ესე ესე ვარ. ეს არის პირდაპირ ეთერი. პირდაპირ ეთერია და მაშინ მას კინოაფიშა პირდაპირ ეთერით იყო და იმდანაც ვიყავით რობოტები და მე ლაპარაკობ, გავაგზავნე. ეს ფარდაგაკ თავზე მაგ. ეს მართლა კურიოზია და რა მოხდა მე გაგრძელება საინტერესო. არა, გაგრძელება ის იყო რომ სასწრაფოდ გამომთეს. და თავჯდომარე რეკავს, რა ხდება მან? აი სიმძიმე არის, რა სიმძიმე, როგორ დროზე, ნუ მოკლედ იყო ერთი ამბავი. ეხლა უფრო სასაცილო უნდა მოვყვე. სადიქტორო სტუდია იყო ბუფეტთან ახლოს. და ბუფეტის მილი გადიოდა ისე, აი ესეთი დიდი მილი იყო რაღაც შავი. სტუდიაზე რაღაც შიკარ შედიოდა, მაგრამ გვერდით გადიოდა და მე ეზოში გადიოდა. იმ კალს აგვისტოა ისევ და მოუყრია წამალი ბუზების. და რომ შევედი სტუდიაში, ჯერ არ იყო შუქები ანთებული და ეს რა არის, შავი აბოები გააკრეს, თქო? და ოპერატორი იცინის და ოპერატორის ასისტენტი, არა, დონარიჩკა მეუბნებიან. ესენია ბუზები, ნამყენი. ნამდვილად ამდენი ბუზები იყო? კედელზე როგორ არის მიწებებული? ესენი უკვე დარეტიანებულები არიან. ვინ დაარეტიანა თქო? ვინ დაარეტიანა და ელზა ქვიოდა. ელზამ წამალი მიასხაო ბუზებისო და საწავდნენ ბუზებმა არიციან და პირდაპირ
წამოვიდნენ ჩვენ სტუდიაში. და 1.50 ბუზი იქნებოდა კიდე ბზუის ესე. იქიდან გამოგცეული ბუზები თქვენთან მილით აქ შემოვიდნენ. დესანტი მოკლედ. დესანტი გამოგზავნეს. ეხლა რა ვქნათ? მოდი გავდენოთ და ვიქნებთ ესე ხელს. რას ვიქნებთ ხელს ესე? ჩქარა დაჯექი მითხრეს და დავჯექი. პროგრამა უნდა გავხსნა და მე 5 გვერდი მაქვს. ახლა ის განცხადებებს ვკითხულობდით. მაშინ რეკლამები არ იყო, განცხადებები იკითხებოდა. აი როგორც კი შუქიანთეს და თავზე ჩემი ვარცხნილობა მქონდა და ზეკი და ტკბილი ლაკი მისხმული. წამოვიდა ეს ბუზები ჩემსკენ სულ ყველა დამესია. თავში შევიდნენ ესე დადიან და ვაქანებ ნელა ახლა კანტუზიასავით ხო არ ვიზამაზე. ახლა ფეხებზე და ამ ხელს ვირტყავ ხან ამ ხელს თალხელში ესამაკ ესე უბერა და ეს ამირანი კვდება სიცილით და გაგორდა იატაკზე წევს იმდენ სიცინის და ეხლა იმას უქნებ ხელს რომ ნუ იცინი იმიტომ რომ სიცილიც გადამდებია და მე უკვე ძლივს ვიკავებ თავს ჯერ ბუზები მჯავს მე იმის სიცილი მეც გადამედო და ორი განცხადება აღარ წავიკითხე გამომთეს თავმჯდომარე რეკავს ბატონი არმასანებლიძე იყო მაშინ ძალიან კარგი კაცი ძალიან საყვარელი და ერთი გამაგებინეთ კანტუზია სჭირდა დონარას რასაკეთებდაო ბუზები და ესეო როგორ ბუზები მიდიო გეძახისო ავირბინე ხა ბატონო არმას მეუთხარი თურმე ესე მოხდა და ის ბუზები შემოვიდნენ ჩვენთან და მე ვერ შეიკავე თავი და ცოტნე დადიანი ხო არ ვიყავი მეუთხარი რომ დააბეს და ბუზები ჭამდნენ შემჭამა ხან თავში დადიოდნენ ხან ნუ მე გაეცინა იმასაც და აი ესეთი ერთი კურიოზი და ასეთი არის მილიონი დონარა დრო არ და ეს გულები ამოუღე კი ეხლა ძალიან ცოტა წყალს ჩავასხავ ძირში ძალიან ცოტა უნდა ეს ბევრიც არის კი ეს ბევრიც არის ცოტა ოდნავ რომ არ მიიწვას აი ძალიან ცოტა აი ხო ერთმანეთზე დავალაგებ არ არის აუცილებელი აქ უბრალოდ უნდა ოდნავ მორბილდეს საკმარისია იმიტომ რომ თვითონაც წვენს ბავშვებს დავახურავ თავს და დაბალ ცეცხლზე დავდგავ ძალიან ცოტა ხანი უნდა ეხლა თქვენ შეგიძლიათ უკვე თქვენი კურიოზები გააგრძელოთ ძალიან კარგი სურნელია არა ჩვეულებრივი ეხლა მე ჩვენიერი ჭადები გვაქვს ეხლა ავიღებ ამას და გადმოვიტან ნახეთ როგორი წვენიცა აი გადმოვიტან ლანგარზე მოდით აი ესე გავაკეთო თუ აი ესე გავაკეთებ იმიტომ რომ სილამაზესაც თავისი სპეცი აქვს რა თქმა უნდა რო ვთქვათ ესე აი ესე გავაკეთოთ ორი კიდე უნდა მოვათავსოთ კი უნდა მოვათავსოთ ორი ცალი კიდევ აი ასე ის შუაში კი ბატონო ეს შუაში დავდოთ ეხლა ჩვენ ეს ქვაბი აღარ გვჭირდება გადავდგათ და ეხლა დავიწყოთ ესე იგი მსხალზე ჩვენ ვისაუბრეთ რომ ვიტამინებსაც შეიცავს უჯრედისაც შაქრებსაც მოკლედ ძალიან სასარგებლოა მაგრამ კიდევ უფრო სასარგებლო რომ გავხადოთ ეხლა მე აქ მაქვს შავი ქლიავის ჭირი მე ხო გითხარით რომ მსხალი არაჩვეულებრივია პერისტალტიკისათვის და ის რომ თქვენდანაც ავიღებ პერისტალტიკისათვის ასევე და კუჭნაწლავისთვის ყველა მიცის ეს უკვე ახალს არაფერს შავი ქლიავის ჭირი რომელიც არის წინასწარ დამბალი კარგად გარეცხილი ეხლა ამას წვრილად დავჭრი ნახეთ მთელი ვიტამინების კომპლექსია რამდენი ვიტამინი შედის შავ ქლიავში მსხალში და კიდევ დავუმატებ ქიშმიშს უნდა დავიკმაყოფილოთ ჩვენ ტკბილეულზე მოთხოვნილება ასეთი ბუნებრივი ორგანული შაქრებით, რომელიც ჩვენ ჟამრთელობას მხოლოდ და მხოლოდ წაადგება და არანაირ ზიანს არ მოუტანს, განსხვავებით იმისგან, როგორც საკონდიტრო ნაწარმითაც ჩვენ ვიზიანებთ ჩვენს ჟამრთელობას. ჯერ ერთი ლამაზია, მეორეც ერთი უცხოა, მესამეც ერთი ძალიან გემრიელია, ძალიან სასარგებლოა. ლამაზიც არის მადლობთ და კიდევ რა უნდა იცით ამას ეხლა მოგახსენებთ მე დავბქვი აი ესეც საფქვავში თქვენ როგორც გინდათ ისეც ნიგოზი და გოგრის თესლი
გოგრის თესლი არის. არა მაქვს მოხალული. არა მაქვს მოხალული, პირდაპირ ესე დავქვი გოგრის თესლი, ნიგოსთან ერთად დავქვი აი ამ საფქვავში. და წარმოიდგინეთ, აი ეხლავე მოვაყრით, თქვენ გაჩვენებთ, სად მოვაყრით და თაფსაც გადავასხავთ შემდეგ ზემოდან. აურიოთ, ამაში არის გოგრის თესლიც და ნიგოზიც, ხო? ეს გემრიელი იქნება, არა იქნება. ეს ძალიან გემრიელია. მე მწარე ხარჩო გამაკეთებინეთ. აი მწარე ხარჩოს უნდა დავაყოლოთ ტკბილი, იმიტომ რომ ადამიანმა მწარეც უნდა მიიღოს, ტკბილიც უნდა მიიღოს და ტკბილი. ან გამოგვივიდა არაჩვეულებრივი პოეტური გადახვევა გამოგვივიდა. რა თქმა უნდა, თვალსაც უნდა უხაროდეს, გემოვნების ყოველთვის ადამიანს კარნახობს თავისი გემოვნების რეცეპტორები თუ ორგანიზმს რა ესაჭიროება. არის ადამიანები, ვისაც ტკბილზე აქვს მოთხოვნილება, ესე იგი იქ რაღაც შაქრების ნაკლებობა და ამიტომ აი ეს შაქრები უნდა აი ესეთი ორგანული შაქრებით შევივსოთ. კი ბატონო. და ეხლა ამას დავასხათ. ცოტა თაფლისებმა რო იწვიან, хорошее, то есть удовольствие. ის არის ძვირიანი? ძვირიანი. იცით რა, როდესაც ადამიანი ჯანმრთელობაზე, უпростоრეთ ავადმყოფი, თუ არ არის საშუალება წამლის ყიდვის საშუალება რო გამოიძებნება ხოლმე ის როგორ არის? არ ჯობია ჯანმრთელობას მოვუაროთ? სასიამოვნოდ. დარაგოუთ. კი ბატონო, აი ესე ცოტა თაფლი გადავა. ამაზათაც არის. გაცილებით უფრო მაყურებელი რო არ მიეცნოს. არა, თვითონ გააკეთებენ ჩვენი მაყურებელი, ჩვენ რასაც ვასწავლით, ყველაფერს აკეთებენ მერე თვითონ დავიან სამზარეულოში. არ არის ალერგიული. ამიტომ ვისაც ალერგია გაწუხებთ, ისინი ყვავილის თაფლს უნდა მოერიდოთ და აი ნახეთ ესეც აი როგორ დაამშვენა შავმაქლიავმა. დიახ, ძალიან თამაშობს ის ყვითელი. კი, თამაშობს და რაც მთავარია ძალიან გემრიელია. აი ეს უკვე ქალბატონმა დონარამ დაგანახოთ რამდენად ლამაზ და გემრიელია. ამას ჩვენ გადაცემის მერე დავაგემოვნებთ აუცილებლად. გემრიელი და რაც მთავარია სასარგებლო და ძალიან ბევრი სამკურნალო თვისებით ხასიათდება და ბევრი დაავადების დროს შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ ჩვენი სასიამოვნო ჯერ სადილი გველის, მერე მშვენიერი დესერტი. მოგბაძეთ ჩვენ გემშვიდობებით შემოსაყარებლო მაყურებლებო. არა, ერთი წუთით არა, მე მინდა არ დავარღვიო, ესე იგი, ჩემი ტრადიცია და მე მინდა გადმოგცეთ, კი ნახამ დამავიწყდა. მეგობრებო, ის საჩუქარი, რომელიც ყველა ჩემი სტუმრისთვის მაქვს გამზადებული. ესეც რა ლამაზი დიზაინია. ყველაფერი ლამაზია. კი იცით, მთელი სახლიც, ყველაფერი წარმოუდგენლად ლამაზია. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ამაში არის ჯანმრთელობის 10 მცნება, რომელსაც გაეცნობით, წერიაში ჯანმრთელობის 10 მცნება, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ და მოგცემთ გეს ჯანმრთელობისაკენ სავალ გზაზე. დიდი მადლობა. ანუ ეხა ჩვენ ხარჩო ამოვიღოთ. არაჩვეულებრივი სურნელი აქვს. არაჩვეულებრივი გემო აქვს. გემოც კი. და ეხლა ამოვიღოთ ჩვენ ეს ხარჩო. კარგი იქნებოდა ხომი გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენი ბრალია რო ხომი არ გაგაკეთებინეთ და ამას. მანდა მეჭადითო. ჭადითაც ძალიან კარგად შევექცევით. ისე რომ აი ესეთი სისქეც ძალიან კარგი აქვს. ძალიან გემრიელი ხორცია, ძალიან გემრიელია თვითონ შეზავებული გემრიელად, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ხელი გაქვთ ქალბატონო დონარა მინდა გითხრათ. და აი ეს ჩვენი ხარჩოც მოვათავსოთ. აი აქ საპატიო ცენტრალურ ადგილას და რა ვიცი, აი ესე ასეთი კარგი განწყობით, ასეთი კეთილი სურვილებით, ასეთი რჩევებით. კაი აურა გაქვთ, იცით? ძალიან დიდი მადლობა. თვითონ ამ სახსაც რაღაცნაირად განაწყობს ადამიანს. ისე რომ მეც ძალიან ნასიამოვნები დარჩი. ეხა კი სანამ დაგემშვიდობებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, მომეცით ნება რომ ქალბატონ დონარას დაუტოვო გამომსამშვიდობებელი სიტყვა. ხო და თქვენ დაემშვიდობეთ ჩვენს მაყურებელს. მეც უნდა დაგემშვიდობოთ. მე დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ქალბატონ ასმაც, იმიტომ რომ ჯერ ერთი მოვისმინე მისი საუბარი და
ბევრი სასარგებლო მივიღე და მით უმეტეს, როდესაც ეს გადმომცა, ამით აუცილებლად ვიხემძღვანელებ. ჩემთვისაც სასარგებლოა ძალიან ზოგიერთი რამე. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის, დიდ მადლობას გადაგიხდით და მადლობას ვუხდით ჩვენს ტელემაყურებელს, რომ დაგვითმეს დრო, გვიყურეს და თუ ჩვენს რჩევებს გაიზიარებენ, მე და ქალბატონი დონარა ნამდვილად მადლიერები დაგრჩებით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.